განიხილება საქმე ნომერი 4751. სმენელი მომღერლის წინააღმდეგ. სახელი. ჩემი. თქვენი. ზურა. ზურა, გვარი. ანჯავით. სად ბღერით? სცენაზე. ცნობ თუ არა თავს დამნაშავეთ? არა. არა? არა. სიტყვა ეძება ბრანდებელს. გმადლობთ, ბატონო მოსამართლე. ბრალდებული, დაკავებული იქნა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე. ჩვენ გავყევით ცხელ კვალს და დავაკავეთ ფაქტზე. როცა ათასობით თვითმხილველის წინაშე სცენაზე იდგა და მღეროდა. ჩატარებული იქნა ჩხრეკა, რომლის შედეგად ამოღებული იქნა 1500 ცალი აუდიო კასეტა, რაც გვაძლევს საფუძველს ბრალი წავუყენოთ არა როგორც ინდივიდუალურ მომხმარებელს, არამედ კასეტების რეალიზატორსა და გამავრცელებელს. მადლობთ. ვაპროტესტებ. აპროტესტებ? ვაპროტესტებ. მე ვაღიარებ, რომ მას აღმოუჩინეს 1500 აუდიო კასეტა. დიახ. მაგრამ თემურ ხვიბლიანის კასეტა მას ჩხრეკისას ჩაუდეს. ჩხრეკისას ჩაუდეს. დიახ. რატომ თუ ბრალდება რომ ეს ეჭვმიტანის ქმედება ესე იგი დაკავებისას იყოს საზოგადოებისთვის საშიში. აღიხსენით ერთი. მოგახსენებთ. მე ხელთ მაქვს ნით მტკიცება. აი, რას მღეროდა იგი კონცერტზე. ვაპროტესტებ. გისვენთ? ამ დროს ჩემი კლიენტი იმყოფებოდა აფექტის მდგომარეობაში. აფექტის მდგომარეობაში. დიახ. კი, მაგრამ მას მიკროფონი ეჭირა ხელში. მე რა? მაინც ვაპროტესტებ. მას მიკროფონი ეჭირა, მაგრამ არ მღეროდა, უბრალოდ პირს აღებდა. გასაგებია, ბრალდება იძახებს მოწმეს. მოწმე! დაიფიცეთ, რო იტყვით სიმართლეს და არაფერს მერება. ხოლო ხოიცი სიმართლე ლაპარაკი ხოიცი შენ. რა კერკეტია. ესე იგი, ვიმყოფებოდი კონცერტზე დარბაზში. და ეს ბრალდებული დიახ. გამოვიდა სცენაზე, დადგა შუა სცენაზე და დაიწყო სიმღერა. სიმღერა. თავიდან მეგონა კაცო ხუმრობდა. მაგრამ მე განაგრძო დაჟინებული სიმღერა. ესე იგი, 1 საათი თუ საათნახევარი აღარ მახსოვს სუსტად მღეროდა. თან სხვადასხვა სიმღერებს. იქნებ გაიხსენოთ მარტო იყო თუ თანამზრახველებთან ერთად? მარტო არ იყო. სადღაც 3-ოდ ახალგაზრდა ახდა, მე მგონი ქალბატონები. მე მეტი კითხვა არა მაქვს, გმადლობთ. მე გავაგზავნე მოკვლევა ბაქოს პროკურატურაში. საიდანაც ჩამოვიდა ცნობა, რომ ბრალდებულს კავშირი ჰქონდა ცნობილ დამნაშავესთან, ვინმე გომართელთან, მეტსახელად გომარასთან, რომელთანაც არა მარტო მღეროდა, არამედ მისგან მარაგდებოდა ისეთი კონტრაბანდული საქონელით, როგორიცაა ატკრივალკა, ვილკა, რუმკა, მინერალკა, ისალფეტკა, ჩორნაია იკრა. სხვა დროს თუ იყო შემჩნეული მსგავს ქმედებებში? რა თქმა უნდა, ჩვენ ამითაც დავინტერესდით და აღმოვაჩინეთ, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მას ხშირად უმღერია ქორწილებში, დაბადების დღეებზე და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში. ამიტომ თუ იგი არ აღიარებს დანაშაულს, ჩვენ შეგვიძლია მივაწეროთ ყველა გაუხსნელი საქმე, ისეთები როგორებიცაა სამი დალიე შეგერგება, ტაშ, ტარამ და მისთანანი. ვაპროტესტებ. ჩემს კლიენტს წინასწარი პატიმრობის საკანში ყოფნისას დაეწყო წამების კვალი. მაგრამ რით დადასტურებთ ამას? კი ბატონო. შეხედეთ რა ჩაწითლებული და აცრემლებული თვალები აქვს მას. ეს იმას ნიშნავს, რომ მას საკანში ასმეინებდნენ გიგაპლანეტების სიმღერებს. მოწმე. შემოიყვანეთ მოწმე. მობძანდით. დაიფიცეთ.
სახში დავიფიცე. მაშინ მე მისი მუსიკის მასწავლებელი ვარ. მუსიკის მასწავლებელი. რა ნიშანი ქონდა მას? აი, მოვიტანე ჟურნალიდან ამონაწერი. ჟუჟუნაწვიმა 2, ჭრელო პეპელა 2, ნოტებიც არ იცოდა და ამიტომ მე მის დანაშაულს ვერ ვაღიარებ. შეკითხვები მეტი არ მაქვს. მადლობა. კარგით, მადლობთ. კაცარდი! ვიწყებეთ! ხილად მიკროფონი თვითმფრინავეთ! ვიწყებ ტელეფონოგრამა! ვიწყებ! ჩავდეთ! გოლს მოეგე! ისინი დამძიმებული და მისალება გოლს მოეგე! დაჯექი. მე მაპატიეთ. დაუბრუნეთ. შეიძლება განვაგრძოთ. განაგდეთ კი ბატონო. ბრალდება იძახებს მოწმეს. ხო? დაიფიცეთ თქვენ? უკვე დავიფიცე. დაიფიცეთ ხო? თქვენ მიმდანდებით? მე ლექსენის ფანი ვარ. ლექსენი. თქვენ გინდათ გეთქვათ რომ ალბათ ლექსო ქავთარაძის ფანი ბრძანდებით. ის ჩემთვის ლექსენია. მე მას ლექსენად მოვიხსენიებ და თქვენ ლექსო ქავთარაძე იგულისხმოთ. და ბრალდებული ვინ არის თქვენი? მე მისი ფანი ვიყავი. სანამ ლექსენს მოусმენდი. ამან გამიმწარა სიცოცხლე. შვიდი დისკი ესროლა სასამართლოზე. ხამუნა ზურას და 7-ვე აცილა. მოისმინეთ საბოლოო განაჩენი. ბრალდებული ზურა მანჯავიძემ მიჩნეულ იქნას დამნაშავე და მიესაჯოს. პირველი. აეკრძალოს ხმის ჩამწერ სტუდიებთან მიახლოვება 200 მეტრის რადიუსით. მეორე. მიესაჯოს ბიგთიკოს ალბომის მოსმენა თავიდან ბოლომდე. და ეს ყველაფერი 4 წელი. 4 წელი 1, 5 წელი. 5 წელი 1, 6 წელი 1, 6 წელი 2. მიჯინია. დაიგვანეთ.